სიქარი მოკლედ და ჩემ არ იგმარო მოაწია დავიჩოქე რა თქმა უნდა ჩქარო შემოვიხვიე ბორკილი და ვევედრები აი რას ვევედრები ჩვენი ბრევლისთვის ჩემი ოჯახისთვის და ბოლოს შევთხოვე ჩვენი სამშობლოსთვის უფრო გულითადად რო გითხრათ სიმართლე წმინდა დიდმოწამე გიორგი როგორც ყოველთვის შეეწეოდი დიდგორსა და სხვაგან კვალად შეეწიეს შენს მრავალ ჭირნახულ საქართველოს ხომ ხედავ რა დღეშია მეთქი საქართველოს ეს სიტყვები დავასრულე თუ არა გონებაში ვამბობდით რომ ბევრი ხალხი იყო ხმამაღლა ვერ ვიტყოდი და არც ვიტყოდი მოულოდნელად გვინავი ხმა მოისმა ზევიდან ზეციდან აი როგორ გითხრათ რომ აგიწერეთ როგორი ძალა ქონდა ამ ხმას ჩანჩქერი რო ჩამოდის და აქ რაღაც საზარელი კოლოსალური ხმა და ძალა აი ესეთი ხმა გაისმა ჩანჩქერივით ზეციდან და მისი ტონალობაც კი მახსოვს და იყო ძალიან ვაშკაცურად სიმამაცით ნაფხამიხი შევეწიე და ძველ ქართულად კვალაცა შევეწევი ამის მერე ვიდექი ერთხანს მერე გამოვერხვე წამოდექი და ეს როცა ეს ხმა რომ იყო მოულოდნელად ამის შემდეგ მიწისძვრა იყო სამჯერ წავიდა ეს სვეტი და ტაძარი და სამჯერ დაბრუნდა შემეშინდა არ მოგონდა ეს ბავშვობის უმეცრების ყველაფერმა იფეთქე ერთბაშად და როცა ამოდექი მერე ნანას უთხარი და ეთერისა ირზენით მეთქი როგორი ძლიერი მიწისძვრა იყო ტაძარი სამწე გვერდათ აი აქ არა და დაეკითხე რა მიწისძვრა მამო არანაირი მიწისძვრა არ ყოფილაო ანუ ეს იყო გამოცხადება ჩვენ და სასუებად გავიხსენე ეს სასაული რომ წმინდა გიორგი კვალადაც შეეწევა ჩვენს მრავალჭირნახულ საქართველოს ჩვენს წმინდა ეკლესიას მიუხედავად იმისა რომ საზარელი დრო მოდის ხედავთ მგლებს როგორ აგინებენ თავად მგლები ერთმანეთს როგორ ლანძღავენ და ასე შემდეგ მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება ამას ჯერ კიდევ როდის ამბობდა დადგება დრო რომ მგლებზე ისეთი შეტევა იქნება იმდენი შეურაცხყოფა ქუჩაში ადვილად ვერ გაივლიან მივარდებიან და ეს მისი სიტყვებია მამ გაახევენ ანათურასო ლანძღვაგინებით ის დრო ნელ-ნელა გვიახლოვდება უღვთოების წვდიაჩი ეხვევა თანდათან საქართველოს ჯერ მარტო რუსთაველზე რასაც ჩადიან ამათი მოთავეები და ეხლა აღარ მინდა რა მიეთმოეც მოყვე მოკლედ რომ გითხრათ ეს დრო ახლოვდება უმძიმესი დრო მოდის მაგრამ დედაკაცი ვიდროშო სანუგეშოთ ვიტყვი წმინდა სახარები და სალმობასა და ტკივილებშია მაგრამ როგორც კი შობს შვებას გრძნობს ისეთი დიდი სიხარული შემოდის შვილის შობის გამო რომ ეს ტკივილები მშობიარობის მას ერთ-ერთ ეკითხა საუბრობთ ეს ღვთისგან არის ჩადებულიო ასე მის ორგანიზმში უდიდესი სიხარული ფარავს იმ ტკივილებს რაც გადაიტანა ეს სულ ეხლა ხანს ასე დაემართება ჩვენს ერსა და ჩვენს ქვეყანასაც მე ღრმად წავს რომ კიდევ ერთი დიდგორი გვაქვს მოსაგები ქართველებს მანამდე კიდევ ერთი რუის ურბნისის კრება უნდა გაიმართოს ეკლესიაში ეკლესიის სამღვდელოების უღირსი ნაწილისაგან განსაცდელად რომელიც დაბრკოლების მეც არაფერს არ აძლევენ სულიად გაუგებარი ეგრეთ წოდებული რევოლუციური იდეებით შემოდიან საქართველოს და დიახ რევოლუცია უნდა მოვახდინოთ ეკლესიაში ძერშიც და განმანთავის მე მოკლედ ვეტყვი ყველა გზაშეცდომილ სამღვდელო პირს წმინდა სერაფიმ საროველის სიტყვებით და ეს არის საზოგადოებრივ ეკლესიის შეხედულება პირველი რევოლუციონერი ზეცაში იყო სატანა ყველა რევოლუციონერი რაღზითაც არ უნდა მოვიდეს ვარდებით მიხაკებით ხავერდოვანი მოგაგონდათ არა რატო ვახსენებ ამ სიტყვებს როგორ დაიერთეს რევოლუციის სახელები და რა მოუტანეს სინამდვილეში საქართველოს საბოლოოდ თუ ხიშტებით ყველა ესენი სატანის მოწაფეები არიან და ღმერთმა ყველა სინანული მისის იმათაც და ჩვენს რაითა ერთობით ვადიდებდეთ ქვეყანასა ამაზე და ჩვენს მამულს თვისობლის წილხვეც საქართველოს გარბიან ქართველები ტოვებენ და აი მოძალება მუსლიმები აფროაზიული მოდგმის რა დაგვემართება ჩვენ გავრბივართ ისინი მოდიან და მრავლდებიან რა დაგვემართება უკვე ქუჩები გადაცენზილი არის ამ ხალხი და ბავშვები დასეირნობენ ყვაყოფილი საღე რა თქმა უნდა აფრიკის და აზიის ხრიოკი უდაბნოებიდან მოვიდრე ესე იგი ენი თაუწერელ სილამაზეში სადაც როგორც ქართული ფოლკლორი ამბობს მამა ღმერთმა თავისი კალთა დაიბერტყა საქართველოში აი ასეთები გავხდით ქართველები აღარც მამული გვინდა აღარც ენა და აღარც სარწმუნოება
ჩვენი მამა გახდა მამონა, აი როგორც ქრისტემ ასეთებს გვითხრა 20 საუკუნის წინათ. თქვენი მამა არის მამონა. ვერცხლის მოპარეობის, კერპთაყვანისმცემლობის კერპი, ღმერთი ეგრეთ წოდებული. მაგრამ უფალმა გარკვევით გვითხრა, ორი უფლის მონება, ღვთისა და მამონასი არ იქნება, ან ერთს მეტად ამოირჩევს და შეიყვარებს ადამიანი ამ პირუკუ. დე გვიყვარდეს ღმერთი, როგორც უყვარდა ჩვენ დიდებულ წინაპრებს. თუნდაც აი დღეს რომ არის ხსენება დიდმოწამე კონსტანტინესი, ქართველთა მთავრისა, უსათნოესი, უმოწყალესი ადამიანისა, დიდი პილიგრიმისა და მომლოცველისა და მადლმოსილისა, რომელმაც თავის სიყვარული მამული სენის და სარწმუნოების მიმართ მართლმადიდებლობის დაამოწმა თავისი მოწამეობრივი სისხლით. მისი სულისანი, მათი სულისანი მყოფილიყავით. რაითა ვადიდებდეთ ამ სოფელში, ღვთისმშობლის წილხვედრ მამულში და ზესა სოფელში, ღვთისმშობლის სავანეში, მამასა და ძესა და სულსაწმინდასა, აზდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.